ბიბლიის კითხვისას ძველი აღთქმის წიგნებში ალბათ შეგიმჩნევია მეტადრე უცნაური ტექსტები, რაც კონკრეტულად უფლის ანგელოზს უკავშირდება. დაგისვავს თუ არა კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს პიროვნება ასეთი ღვთაებრივი? რატომ ესმევა ხაზი ბიბლიაში მას პრაქტიკულად როგორც ღმერთს, ან რატოა ის გათანაბრებული ღმერთთან? მოდი ერთად განვიხილოთ ეს და შევეხოთ ამ ძალზედ საინტერესო საკითხებს. რადგან ამის გაგებით და ამ საკითხის გაანალიზებით ჩვენ გავიგებთ თუ სინამდვილეში როგორ მოქმედებდა ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანებში თავად ღმერთი და კარგად გავიაზრებთ თუ რას წარმოადგენს ის ძველი აღთქმის ეპოქაში, როგორ მოქმედებს და როგორ ამყარებს ის ურთიერთობას ადამიანებთან. ალბათ ყველას გახსოვთ მოსეს გამოცხადება თუ როგორ ეცხადება მას ღმერთი მაყულის ბუჩქიდან. დამეთანხმებით, რომ ყველა საბავშვო ბიბლიაში და თუნდაც საკვირაო სკოლაში, ვისაც კი უსწავლია ბავშვობაში ასეთ დაწესებულებაში, ყველგან ერთი ასპექტით ხდება ამის განხილვა, რომ მოსეს ეცხადება ღმერთი. ეს მართალიც არის, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას თუ ბიბლიაში რა არის და როგორ არის აღწერილი. მოდი გადავშალოთ გამოსვლის წიგნი და წავიკითხოთ მესამე თავის მეორე მუხლიდან მეექვსე მუხლის ჩათვლით. და აქ ხედავთ ასეთ სიტყვებს. და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში შუაგულ მაყვალში და დაინახა, აჰა, მაყვალს ცეცხლი უკიდია, მაგრამ მაყვალი არ იწვის. და თქვა მოსემ, წავალ და ვნახავ ამ დიდ სანახაობას, რად არ იწვის ეს მაყვალი. და დაინახა უფალმა, რომ წავიდა სანახავად და დაუძახა მას ღმერთმა მაყვლის შუაგულიდან და უთხრა, მოსე, მოსე, და თქვა, აქა ვარ. და უთხრა მას უფალმა, ახლოს ნუ მოხვალ, გაიძრე ფეხზე შენი ფეხსაცმელი, რადგან ადგილი სადაც შენ დგახარ წმინდა მიწაა. და უთხრა, მე ვარ მამა შენის ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. და დაიფარა მოსემ სახე, რადგან შეეშინდა ღმერთის ხილვისა. კაფეოდ ხედავთ ჩვენ იმას, რომ მოსეს ეცხადება უფლის ანგელოზი, მაგრამ ამ უფლის ანგელოზს განსხვავებული პოზიცია აქვს თვითონ ებრაელებისვე მხრიდან. იმიტომ რომ ებრაელები მას უყურებენ და აღიქვავენ როგორც ღმერთს. და ტყუილა არა ნათქვამი და დაწერილი, რომ გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის შუაგულიდან, ცეცხლის მაყლოვანიდან. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვკითხულობთ, რომ მაყლოვანიდან უფალი ელაპარაკება. და ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ასეთ დილემას, რომ თითქოს და ანგელოზი ამ თვალსაზრისით, როგორ შეიძლება თან ანგელოზი იყოს, თან ღმერთი. მაგრამ მოდი არ ვიჩქაროთ მეგობრებო და მთლიანობაში შევხედოთ კონტექსტში, თუ რას ლაპარაკობს მთლიანად ძველი აღთქმის წერილები ამ საკითხზე. იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გავიგოთ საბოლოო ჯამში მთლიანად თუ რაზეა საუბარი ამ კონკრეტულ ვითარებაში. მოდი განვიხილოთ მეორე ადგილიც და ვნახოთ, თუ დაუშვათ აბრაამს დაბადების წიგნში როგორ ეცხადება ღმერთი და როგორ ამყარებს აბრაამი მასთან ურთიერთობას. გახსოვთ ალბათ, როდესაც აბრაამთან სამი პიროვნება მიდის და აბრაამი მათ შეეგებება. დაუშვათ მართლმადიდებლურ იკონოგრაფიაში გვაქვს ასეთი გამოსახულება. სამი ანგელოზი,ანდაც სამების ხატი. თავის თავში ეს ამ პასაჟზე მოგვითხრობს და იდეა ზუსტადაც აქედან არის აღებული. მაგრამ მოდი დეტალურად წავიკითხოთ, თუ რა განასხვავებს და რატოა ეს ადგილი ასეთი გამორჩეული და განვიხილოთ კონტექსტში. ეს არის დაბადების წიგნი მე-18 თავი პირველი მუხლიდან მეორე მუხლის ჩათვლით. ეს არის დაბადების წიგნი მე-18 თავი პირველი მუხლიდან მეორე მუხლის ჩათვლით.
და გამოეცხადა უფალი მას მამრეს მუხასთან, როდესაც ის შუადღის ხვათში იჯდა თავის კარვის წინ და აღაპყრო მან თვალი და დაინახა, რომ 3 კაცი დგას მის ახლოს და როცა დაინახა ისინი გაიქცა მათ შესახვედრად კარვის წინ შესასვლელთან და თაყვანისცა მათ მიწამდე. საინტერესოა, რომ ამ პასაჟში და ამ მთლიანად თავში ვითარდება ისტორია ძალიან საინტერესოდ, რომ აბრაამი იწყებს ამ სამ პიროვნებასთან საუბარს და მათ გაუმასპინძლდება. მაგრამ საინტერესო ისა, რომ ამავე თავში აბრაამს აუწყებს ერთი მათგანი, რომ ვაჟი შეეძინება სარასგან. სარა არ დაიჯერებს ამას და გაეცინება თავისით, მაგრამ ანგელოზი ეტყვის, რატო იცინი. რასაც შემდგომ სარა უარყოფს და გრძელდება ეს დიალოგი. მაგრამ ამავ დროს ორი ანგელოზი მათ გამოეყოფა და მიდის ლოტთან სოდომსა და გომორაში. ალბათ ყველასათვის ნაცნობი ისტორია, მაგრამ ერთი ანგელოზი რჩება აბრაამთან და იწყებს საუბარს. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ამ ანგელოზს აბრაამი ელაპარაკება და ეს ითვლება, რომ ის ელაპარაკება ღმერთს. მოდი წავიკითხოთ. წავიკითხავ იგივე თავის მე-20 მუხლიდან 23 მუხლის ჩათვლით. და თქვა უფალმა, გამრავდა ღაღადი სოდომზე და გომორაზე და დიდად მძიმეა მათი ცოდვები. ჩავალ და ვნახავ, ნამდვილად ისე იქცევიან, როგორც ღაღადია მათზე, თუ არა და შევიტყობ და გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს და აბრაამი ჯერ კიდევ იდგა უფლის წინაშე და მიეახლა აბრაამი და უთხრა, თუ მართალსაც დაღუპა უკეთურთან ერთად. დააკვირდით ამ ადგილს, რომ უფალი ამბობს, გამრავლდა ღაღადი და ჩავალ და ვნახავ. ამავე დროს აბრაამთან არის ის ერთი ანგელოზი დარჩენილი, რომელიც ესაუბრება და აბრაამი მას უწოდებს უფალს. და ეს ანგელოზი ამ პოზიციიდან ელაპარაკება როგორც უფალი, არა როგორც მაცნე და გადამცემელი შეტყობინების, რომელიც სიტყვებიც მას კი არ ეკუთვნის, არამედ უფალმა გადასცა მას. ის გადასცემს როგორც საკუთარ სიტყვებს. და საინტერესოა, რომ აბრაამი იწყებს ვაჭრობას მასთან. ასევე შეგვიძლია მოვიშველიოთ წმინდა კესარიოს არელატიელი, რომელიც წერს შემდეგს. იგი იღებს 3 სტუმარს, აწვდის მათ პურს. აბრაამი ხვდება, რომ საქმე აქვს ღვთაებასთან, რომელიც წინასახე იყო სამების. ის ერთს ცემს თაყვანს, რაშიც მოიაზრებს ერთ ღმერთს 3 სახებით. რა თქმა უნდა, პატრისტიკაშიც არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს 3 ანგელოზი მათში ერთ-ერთი უდაოდ ღმერთია და ამაზე არაერთი წმინდა მამის დამოწმებაც შეგვიძლია. მაგრამ მოდი რომ ტექსტს დაუბრუნდეთ კვლავ, უფრო დეტალურად შევხედოთ, რომ აბრაამთან ურთიერთობას ამყარებს უფალი. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ ეწოდება ანგელოს, უფლის ანგელოზი, აშკარად ჩანს, რომ ის, ვინც აბრაამთან რჩება, უდაოდ ღმერთია. მაგრამ ამავ დროს დაბადების ავტორი წერს, რომ უფალმა გადაწყვიტა ჩასვლა და ნახვა და ამავე დროს ეს უფალი დგას და ესაუბრება აბრაამს. მოდი შევხედოთ კიდევ ერთ ისტორიას ბიბლიაში, რომელიც რიცხვთა წიგნშია მოხსენებული. ალბათ ყველას გახსოვთ ისტორია ბაალამის ვირზე და თუ ვინ ეცხადება მას და საერთოდ ვისთან იწყებს ის საუბარს. ბილყამის, ანუ ბაალამის ისტორია კი შემდეგია, რომ ავტორი წიგნის იძახის, რომ მას გზად გადაუდგება უფლის ანგელოზი და ეს უფლის ანგელოზი ჩაუდებს სიტყვას ბაგეში. მაგრამ იმავე წუთას ხედავთ, რომ ბილყამი ამბობს, რომ უფალმა ჩამიდოს სიტყვა ბაგეში. ბილყამისთვის აშკარაა, რომ უფლის ანგელოზი
და უფალი სინონიმებია. და აღიგზნო რისხვა ღვთისა, რადგან წავიდა იგი და დადგა უფლის ანგელოზი გზაზე მის დასაბრკოლებლად. იგი ამხედრებული იყო თავის ვირზე და მისი ორი მსახური იყო მასთან. დაიხილა ვირმა უფლის ანგელოზი მდგომარე გზაზე და მის ხელში გაშიშვლებული მახვილი და გადაუხვია ვირმა გზიდან და წავიდა მინდორზე. ბილყამმა კი ვირს დაუწყო ცემა, რათა მოებრუნებინა გზაზე და დადგა უფლის ანგელოზი ვენახთა ბილიკზე. ღობე იყო ერთი მხრიდან და ღობე იყო მეორე მხრიდან. და როცა დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი, მიეკრა კედელს და კედელს მიაჭყლიდა ბილყამის ფეხი და მან კვლავ დაუწყო ცემა ვირს და კვლავ გაიარა უფლის ანგელოზმა და დადგა ვიწრო ადგილზე, სადაც არ იყო გზა გადასახვევი არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი დაწვა ბილყამის ქვეშ და აღიგზნო რისხვა ბილყამისა და სცემდა ჯოხით ვირს და გაუხსნა უფალმა ბაგე ვირს და უთხრა მან ბილყამს, რა დაგიშავე რომ მესამედ მცემ და უთხრა ბილყამა ჭაკ ვირს, რადგან აბუჩა დამიგდე მე, ხელში მახვილი რომ მქონოდა ახლავე მოგკლავდი და უთხრა ვირმა ბილყამს, განა შენი ვირი არა ვარ, რომითაც დადიხარ მთელი შენი ცხოვრება დღემდე, განა მჩვევია შენთან ასე მოგცევა და უპასუხა მან, არა და აუხილა თვალები ბილყამს უფალმა, დაიხილა მან უფლის ანგელოზი მდგომარე გზაზე და მის ხელში გაშიშვლებული მახვილი და მუხლი მოიყარა ბილყამა და თაყვანისცა ფირქვე მიწამდე და უთხრა მას უფლის ანგელოზმა, რად სცემ ვირს მესამეჯერ, მე გამოვედი დასაბრკოლებლად, რადგან უსწორმასწოროა ეს გზა ჩემს წინაშე. და მინახა ვირმა და სამჯერ გადაუხვია ჩემგან, რომ არ გადაეხვია ჩემგან მოგკლავდი, მას კი ცოცხალს დავტოვებდი. და უთხრა ბილყამმა უფლის ანგელოზს, შევცოდე მე, რადგან არ ვიცოდი რომ შენ დგახარ ჩემს გზაზე და ახლა თუ ეს ბოროტებაა შენს თვალში უკან დავბრუნდები. და უთხრა უფლის ანგელოზმა ბილყამს, წაჰყევი ამ ხალხს, ოღონდ ისი ლაპარაკე, რასაც მე გეტყვი. და წავიდა ბილყამი ბალაკის მთავრებთან და გაიგო ბალაკმა რომ მოვიდა ბილყამი და გამოვიდა მის შესახვედრად მოაბელთა ქალაქში, რომელიც არნონის საზღვარზეა მის კიდეზე. და უთხრა ბალაკმა ბილყამს, ხომ გამოგზავნე მოციქულნი მოსაწვევად, რადა არ მოდიოდი ჩემთან, ნუ თუ არ შემიძლია შენი პატივისცემა. და უთხრა ბილყამმა ბალაკს, აჰა მოვედი შენთან, ახლა კი შემიძლია რამის თქმა, რასაც ჩამიდებს ღმერთი ბაგეებში, იმას ვიტყვი. საინტერესოა, რომ ბილყამი იძახის, რომ უფალი ჩაუდებს მას ბაგეში სიტყვას, ხოლო რიცხვის ავტორი ამბობს, რომ უფლის ანგელოზი ჩაუდებს ბაგეში სიტყვას. ასევე საინტერესოა და ნიშად მისაღებია, რომ უფლის ანგელოზი იღებს თაყვანისცემას და ის არ ეწინააღმდეგება ამას. ასევე უნდა აღნიშნოთ, რომ ბილყამისთვის არ არის უჩვეულო თაყვანისცეს უფლის ანგელოზს, იმიტომ რომ მან იცის, რომ ეს სინონიმებია და არც მეტი და არც ნაკლები უბრალოდ ღმერთს სცემს თაყვანს და არა ქმნილებას. კი, შეიძლება უცხოდ ჟღერდეს ახლა რასაც ვიძახი, შეიძლება ასე არც არასდროს გიფიქრია ამ ბიბლიურ სიუჟეტებზე და პასაჟებზე, მაგრამ დავაკვირდეთ ტექსტს და კონტექსტში გავიაზროთ, რომ ის იღებს თაყვანისცემას, ის ლაპარაკობს როგორც ღმერთი, ის არის ავტორი, ვინც ჩაუდებს სიტყვას. ერთის მხრივ წიგნის ავტორი ამბობს, რომ უფლის ანგელოზი ჩაუდებს, მეორეს მხრივ ბილყამი იძახის, რომ თავად უფალი ჩაუდებს. არ შეიძლება ამ სინონიმების უგულებელყოფა წმინდა წერილიდან და აუცილებლად უნდა განვიხილოთ ეს მთლიანად კონტექსტში, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ. მინდა ხაზი გაუსვა, რომ როგორც აბრაამთან, ისე ბილყამთან და ისე მოსესთან უფლის ანგელოზი იღებს თაყვანისცემას და უფლის ანგელოზს ამაზე პრობლემა არ აქვს. შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს ასეთი აზრი და თქვას, რომ ხო შეიძლება უბრალოდ ის მესენჯერია, ეგრეთ წოდებული უფლის გამტარია და ანგელოზს კი არ ეთაყვანება, სინამდვილეში ღმერთს ეთაყვანება.
და რა თქმა უნდა ასეთ აზრს აქვს არსებობის უფლება. მაგრამ რამდენად ჯდება ბიბლიურ კონტექსტში, ეს არის ყველაზე საინტერესო. ჩვენ ბიბლიაში გვაქვს ადგილი, სადაც ანგელოზისადმი თაყვანისცემა არა უფლის ანგელოზისადმი, არამედ ანგელოზის როგორც ქმნილების მის მიმართ თაყვანისცემა ხორციელდება და ამას არც მეტი არც ნაკლები იოანე მოციქული ახორციელებს. გამოცხადების 22 თავში მე-7 მუხლში ჩვენ ვკითხულობთ შემდეგს. მე იოანე მოვისმინე და ვიხილე ეს, როცა მოვისმინე და ვიხილე დავემხე იმ ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა. მითხრა მე, ნუ იზა მამას, ვინაიდან მე თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს, ღმერთს ეცი თაყვანი. აშკარაა, რომ ანგელოზი ქმნილება არ ღებულობს თაყვანისცემას და იოანეს ხაზი გაუსვა ანგელოზმა, რომ მე შენი თანამსახური ვარ და შენი წინასწარმეტყველი ძმების თანამსახური ვარ. ანუ ანგელოზი არ აყენებს თავს იმაზე მაღლა, ვიდრე იოანე. პირიქით, ის ათანაბრებს და იძახის, რომ ჩვენი ერთი და იგივეს ვემსახურებით. მეორე სიტყვით რო ვთქვათ, იოანე ამას ნუაკეთებ, მეც შენაირი მსახური ვარ როგორც შენ, ღმერთს ეცი თაყვანი. მაგრამ უფლის ანგელოზთან მიმართებაში რო დავაკვირდეთ, სულ სხვაგვარად ადგას საქმე. უფლის ანგელოზი იღებს თაყვანისცემას და ამას ჩვენ კიდევ ვნახავთ სხვა ადგილებში თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. საინტერესოა, საჯულთა მეორე თავის პირველი მუხლიდან მეორე მუხლის ჩათვლით ვკითხულობთ შემდეგ ტექსტს. და მოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქემში და თქვა, ამოგიყვანეთ თქვენ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამებს ფიცით შევფიცედავ თქვი, არ დავარღვევ თქვენ და მიდადებულ ჩემს აღთქმას უკუნისამდე. ოღონდ ნუ შეკრავთ კავშირს ამ ქვეყნის მკვიდრებთან და ანგრიეთ მათი სამსხვერპლოები, თქვენ კი არ ისმინეთ ჩემი ხმა და რა ჩაიდინეთ თქვენ. საინტერესოა, რომ უფლის ანგელოზი პირდაპირ მცნებას აძლევს, ეუბნება, რომ თქვენ ჩემი რჩევა დაარღვიეთ. ეუბნება და ახსენებს საჯულებს თუ რა მცნება მისცა მაგალითად მოსეს, რომ არ უნდა შერეულიყვნენ უცხო ტომელებს, მაგრამ თქვენ ეს ყოველივე დაარღვიეთო. ასევე უნდა აღინიშნოს მეტად საინტერესო რამ, რომ ის თავის თავზე იძახის, რომ მე გამოგიყვანეთ თქვენ მონობიდან. ასე იწყებს თავის თხრობას, როდესაც უფლის ანგელოზი ეცხადება, ახსენებს, რომ გახსოვდეთ, მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან. ეს არ შეიძლება იყოს უბრალოდ ქმნილება. ეს არ შეიძლება უბრალოდ იყოს მსახურისული. იმიტომ რომ არანაირად არ ჯდება იმ კატეგორიებში, როგორცაც ძველი აღთქმის წიგნები წარმოგვიჩენს უფლის ანგელოზს. და რადგან მსაჯულებში უფლის ანგელოზი ახსენებს გამოსვლას, ჩვენ უნდა გავიხსენოთ თუ გამოსვლის წიგნში გარდა მაყლოვანი ბუჩქისა, როდის არის ნახსენები კიდევ უფლის ანგელოზი. ამიტომ მოდი გადავშალოთ და წავიკითხოთ გამოსვლის მე-14 თავი მე-18 მუხლიდან 24 მუხლის ჩათვლით და განვიხილოთ კონტექსტში მთლიანად რაზე აქ საუბარი. და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ უფალი ვარ, როცა გამოუჩენ მათ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლზე და მის მხედრობაზე. და დაიძრა ღვთის ანგელოზი წინამძღოლი ისრაელის ბანაკისა და გაჰყვა უკან და დაიძრა ღრუბლის სვეტი წინ და წინ და შეუდგა მათ უკან. და ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკთა შორის და იყო ღრუბელი და სიბნელე და გაანათა ღამე და არ მიახლოებიან ერთმანეთს მთელ იმ ღამეს. და გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე და ხვეტავდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით მთელ იმ ღამეს და აქცია ზღვამ ხმელეთად და განიპნენ წყალნი და შევიდნენ ისრაელის ძენი შუაგულ ზღვაში ხმელეთზე
და წყალი კედლად აღემართა მათ მარჯვნივ და მარცხნივ და დაედევნენ ეგვიპტელნი და მიჰყვნენ უკან ფარაონის ყველა ცხენი, მისი ეტლები და მისი მხედრები შუაგულ ზღვაში და იყო დილას სამხილავზე მოხედა უფალმა ეგვიპტელთა ბანაკს ცეცხლის და ღრუბლის სვეტიდან და შეაძრწუნა ეგვიპტელთა ბანაკი. აშკარაა, რომ უფალი და უფლის ანგელოზი პარალელურად მოქმედებენ და პრაქტიკულად მათ ერთი მოქმედება აქვთ. ასევე მინდა გავიხსენოთ პასაჟი საჯულთა წიგნიდან, გედეონის ისტორია, როდესაც მიდის მასთან უფლის ანგელოზი და უფლის ანგელოზი მისგან იღებს მსხვერპლს. და მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა ყოფრაში მუხის ქვეშ, რომელიც ეკუთვნოდა იოშას, აბიყეზერის შთამომავალს და გედეონი მისი ვაჟი ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, რათა გადაემალა მიდიანელთაგან. და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი და უთხრა მას, უფალი შენთანაა მამაცო მებრძოლო. და უთხრა მას გედეონმა, ბატონო ჩემო, უფალი რომ ჩვენთან ყოფილიყო ყოველივე ეს რისთვის დაგვემართებოდა, აბა სად არის ყველა მისი სასწაული ჩვენი მამები რომ გვიყვებოდნენ. ეგვიპტიდან გამოგვიყვანა უფალმა და ახლა მიგვატოვა ჩვენ უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო. მაგრამ მიუბრუნდა მას უფლის ანგელოზი და უთხრა, წადი მაგ შენი ძალითა და იხსენ ისრაელი მიდიანის ხელიდან, მე გგზავნი შენ. და უთხრა მას, ვაგლა. ჯერ მოდი შევხედოთ მე-14 მუხლამდე თუ რას ვხედავთ აქ. საინტერესოა რომ გედეონს ეცხადება უფლის ანგელოზი, მაგრამ იმავე დროს ელაპარაკება თვითონ უფალი და ეუბნება რომ წადი და მე გგზავნი და საჯულთა ავტორი იძახის რომ მიუბრუნდა მას უფალი, ის აღარ იძახის უფლის ანგელოზს. დააკვირდით, უფლის ანგელოზი და თავად უფალი ეს ძველი აღთქმის წიგნებში აბსოლუტურად სინონიმებია. თქვენ ნებისმიერი ადგილი რაც არ უნდა ნახოთ, ყველგან ნახავთ ერთი და იგივე რამეს, რომ ეს არც მეტი არც ნაკლები არის სინონიმი. და ებრაელი ყოველთვის უყურებდა უფლის ანგელოზს როგორც უფალს, როგორც იახვეს, როგორც ყოვლის შემძლე ღმერთს. ამიტომ ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია და ძველი აღთქმის წიგნებში ძალიან მკაფიოდ იკვეთება, რომ ეს უფლის ანგელოზი ძალიან იდუმალი პიროვნებაა, იმიტომ რომ ღმერთი იახვე კავშირს ამყარებს ქმნილებასთან, ანუ ადამიანებთან, უფლის ანგელოზის მეშვეობით. და ესე მოკლედ რო ვთქვათ, დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ ყველა თან ხდება იმაზე, რომ აბრაამს ეჩვენა და ესაუბრა თავად სამების მეორე ჰიპოსტასი, იესო ქრისტე. და მინდა შევხედოთ ყველა იმ ადგილს, რაც აქამდე წავიკითხეთ, რომ ადამიანებთან ვინმე უფალი ამყარებს მათთან ურთიერთობას, უფალი, რომელიც ცისა და მიწის უფალია შემოქმედი და უფალი, რომელიც ჩამოდის და აბრაამთან აქვს ურთიერთობა. მინდა ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადგილი წავიკითხოთ. ვაგლახ ჩემო ბატონო, რით ვიხსნა ისრაელი, აჰა ჩემი საგვარეულო ყველაზე გლახაკია მენაშეს ტომში და მე უმცროსი ვარ მამა ჩემის სახლში. და უთხრა მას უფალმა, მე ვიქნები შენთან და ის მოსრავს მიდიანს როგორც ერთ კაცს და თქვა, თუ მე მადლივ პოვე შენს თვალში, რამე ნიშანი მიჩვენე, რომ შენ მელაპარაკები. ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე და წვენს გამოვიტან და დავდებ შენს წინაშე. და მან უპასუხა, დაგიცდი ვიდრე დაბრუნდებოდე. და წავიდა გედეონი და მოამზადა თიკანი და ერთი ეფა ფქვილი ხმიადები, ხორცი კალათაში ჩააწყო და წვენი ქილაში ჩაასხა და გამოუტანა მას მუხის ქვეშ და მიართვა. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა, აიღე ხორცი და ხმიადები და დააწყვე ამ კლდეზე წვენი ზედ დაასხი და ასეც მოიქცა. და გაიწოდა უფლის ანგელოზმა კვერთხის ბოლო, ხელში რომ ეჭირა და შეახო ხორცსა და ხმიადებს და ავარდა ცეცხლი კლდიდან და შთაენთქა ხორცი და ხმიადები და უფლის ანგელოზი თვალს მიეფარა და დაინახა გედეონმა, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო და თქვა, ბატონო უფალო,
რადგან პირისპირ ვიხილე უფლის ანგელოზი. დააკვირდით, რომ გედეონი უფლის ანგელოზს უწოდებს უფალს და ამბობს უფლის ანგელოზი ვიხილე და ამბობს უფალი ვიხილე. და საინტერესოა, რომ უფლის ანგელოზი მას ეუბნება მშვიდობა შენდა. რამეს ხوار გაგონებთ ეს ფრაზა ახალ აღთქმის წიგნში, ვინმეს ხომ არ გაგონებთ. და წარმოიდგინეთ, გედეონი უგებს სამსხვერპლოს, ანუ გამოდის უგებს უფლის ანგელოზს სამსხვერპლოს და ამბობს, რომ უფალი მშვიდობაა. ჩვენ მეგობრებო უნდა გვესმოდეს კონტექსტში, რომ საჯულთა ეპოქა და საჯულთა პერიოდი ძალიან ბნელი პერიოდია ისრაელის ისტორიაში. იმიტომ რომ პრაქტიკულად მთელი ისრაელი გადაგვარებულია და დაივიწყეს მანდ ჭეშმარიტი ღმერთი. ამიტომ ის მსაჯულები, ვინც ისრაელს უდგას, პრაქტიკულად არც ერთი მსაჯული არ არის მართალი უფლის წინაშე და არ მისდევს უფლის მორჩილებას სრულად. ამიტომ მეგობრებო, მოდი კიდე ერთ ისტორიას შევხედოთ, რომელსაც მსაჯულთა წიგნი მოგვითხრობს, ეს არის მსაჯულთა მე-13 თავი. კი, ეს სამსონის შობას ეხება. თუ როგორ ვითარებაში მოხდა უწყება სამსონის მშობლების, რომ მათ ვაჟი შეეძინებათ. ეს არის მსაჯულთა მე-13 თავი, მე-3-4 მუხლი წავიკითხოთ ჯერჯერობით. და გამოეცხადა უფლის ანგელოზი ამ ქალს და უთხრა მას: აჰა, შენ ბერწი ხარ და შვილი არ გაგიჩენია, მაგრამ დაორსულდები და ვაჟს გააჩენ და ახლა გაფრთხილდი არ დალიო ღვინო და თაფლუჭი და უწმინდური არაფერი ჭამო. ეს ცნებები, რასაც მოთხოვნა დირექტივა, როგორც გინდათ ისე დავარქვათ, რასაც უფლის ანგელოზი ეუბნება დედაკაცს, ტყუილ არ ეუბნება, იმიტომ რომ სამსონი იქნება ნაზარეველი და ნაზარეველებს ეკრძალებოდათ ალკოჰოლის მიღებაც. ამიტომ თვითონ ამ პასაჟშივე უფლის ანგელოზი უდებს მცნებებს და საინტერესოა თუ როგორ ესაუბრება შემდგომში როგორც სამსონის დედას, ისე სამსონის მამას. და მოდი წავიკითხოთ. და უსმინა ღმერთმა მანუახს და ხელახლა მოვიდა ღვთის ანგელოზი ამ ქალთან, როცა იგი მინდორში იჯდა და მანუახი მისი ქმარი არ იყო მასთან და სწრაფად გაიქცა ქალი შეატყობინა თავის ქმარს. აჰა, გამომეცხადა კაცი ამას წინათ რომ მოვიდა ჩემთან. და ადგა მანუახი წახვა თავის ცოლს და მივიდა იმ კაცთან და უთხრა მას: შენ ხარ ის კაცი, ამ ქალს რომ ელაპარაკე. და უთხრა: მე ვარ. და უთხრა მანუახმა: ახლა შენი სიტყვა რომ ახდება, რა უნდა იყოს ამ ყრმის ცხოვრების წესი და საქმე. და უფლის ანგელოზმა უთხრა მანუახს: ერიდოს ყველაფერს, რაც ქალს უთხარი და ვაზისაგან მოწეულს არაფერს გაეკაროს, ღვინო და თაფლუჭი არ დალიოს, უწმინდური არაფერი ჭამოს, ყველაფერი რაც მას ვამცნე შეასრულოს. და უთხრა მანუახმა უფლის ანგელოზს: ნება გვიბოძე დაგაყონოთ და თიკანი მოგიმზადოთ. და უთხრა უფლის ანგელოზმა მანუახს, რომ ცდამაყონო შემპურს მაინც არ გავტეხ. თუ სრულად დასაწველის გამზადება გინდა, აღავლინე, რადგან არ იცოდა მანუახმა, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი. დააკვირდით, უფლის ანგელოზი ეუბნება, რომ აღავლინე მსხვერპლი, აღავლინე სრულად დასაწველი. მანუხმა უნდა გავიგოთ, რომ არ იცის, რომ ეს უფლის ანგელოზია და ავტორისგან გავიგებთ ახლა თუ რატომ უსმევს ხას ავტორი, რომ მან არ იცის ის უფლის ანგელოზია. და ჰკითხა მანუახმა უფლის ანგელოზს: რა არის შენი სახელი, რათა შენი სიტყვა რომ ახდება განგადიდოთ? უთხრა მას უფლის ანგელოზმა: რისთვის მეკითხები სახელს, საკვირველია იგი. მეგობრებო, ეხა ღიმილი მგურის სახეზე და გავიხსენოთ ესაია წინასწარმეტყველის მე-9 თავში. ვიზია წინასწარმეტყველება, ვინ უნდა შეეძინოს ისრაელს? გავიხსენოთ რა წერია. ეს არის ესაიას მე-9 თავი მე-6 მუხლი.
ყველასათვის ცნობილია, რომ ეს მესიანული მუხლია, წინასწარმეტყველება იესო ქრისტეს შესახებ. რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ზემოგვეცა და იქნება მთავრობა მის მხრებზე და უწოდებენ მას სახელად საკვირველს მრჩეველს ძლიერ ღმერთს საუკუნო მამას მთავარს მშვიდობისა. დააკვირდით, ტიტულებია ჩამოთვლილი, რომ მისი სახელი იქნება საკვირველი მრჩეველი ძლიერი ღმერთი საუკუნო მამა და მთავარს მშვიდობისა. მისი სახელი იქნებაო და ჩვენ ვხედავთ, რომ ესაია აკეთებს ალუზიას მსაჯულთა ამ წიგნზე, სადაც იგივე სახელს იყენებს, რა სახელიც გამოიყენა თავის თავზე უფლის ანგელოზმა და ცხადი ხდება, რომ აქ ლაპარაკია იესო ქრისტეზე, რა თქმა უნდა, თვით განკაცებამდე. და დიახ, თვით განკაცებამდე ეს პიროვნება, როგორც მინიმუმ ამ ადგილას აშკარაა, რომ მას იესო ქრისტეს ტიტულოვანი სახელი ეწოდება, რაც ესაიამ უკვე თქვა. და საინტერესოა გავაგრძელოთ, შემდეგ როგორ ვითარდება მოვლენა. და აიღო მანუახმა თიკანი და პურეულის წხვენი და აღუვლინა ქვაზე უფალს და მან მოახდინა სასწაული და მანუახი და მისი ცოლი უყურებდნენ. როცა სამსხვერპლოდან ალიცისკენ ავარდა, უფლის ანგელოზი ზეახვა სამსხვერპლოს ალს და მანუხი და მისი ცოლი ეს რომ დაინახეს, პირქვე დაემხნენ მიწაზე. გაუჩინარდა უფლის ანგელოზი მანუახსა და მის ცოლს და მაშინ მიხვდა მანუახი, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი და უთხრა მანუახმა თავის ცოლს, სიკვდილით მოგვდებით, რადგან ღმერთი ვიხილეთ. დააკვირდით მანუახის რეაქციას. მას ეშინია, რომ უფლის ანგელოზი იხილა, როგორც წინა პასაჟებში ჩვენ დავინახეთ, რომ აფრთხილებს ნუ გეშინია, უფლის ანგელოზი აფრთხილებს ნუ გეშინია, რომ მიხილე. რატო? იმიტომ, რომ ღმერთი იხილეთ. და აშკარაა, რომ უფლის ანგელოზი არ არის უბრალოდ ანგელოზი. აშკარაა, რომ უფლის ანგელოზის სახელი, უფლის ანგელოზი უფრო მეტ რამეს იძახის, ვიდრე უბრალოდ ანგელოზი შეიძლება ანგელოზი ეწოდებოდეს. და საინტერესოა 23 მუხლი როგორ პასუხობს და რა პასუხს სცემს ცოლი მანუახს. და უპასუხა ცოლმა, უფალს ჩვენი სიკვდილი რომ დომებოდა, არ მიიღებდა ჩვენი ხელიდან სრულად დასაწველსა და პურეულის წვენს და არ დაგვანახებდა და არ მოგვასმენინებდა ყველაფერ ამას. ფაქტია, რომ ორივემ გაიგეს თუ უფლის ანგელოზი ვინ არის და მათ არ გაკვირვებიათ, რომ უფლის ანგელოზისთვის თაყვანი ეცათ. იმიტომ რომ როგორც კი მათ დაინახეს უფლის ანგელოზის გამოვლინება, მათ პირველი რაც ქნეს, თაყვანის ცეს და უფლის ანგელოზმა ეს თაყვანისცემა აქაც მიიღო. რასაც ჩვენ ვხედავთ, სადაც უფლის ანგელოზი არ არის და უბრალოდ ქმნილება, უბრალოდ ანგელოზია. ის აღებულობს თაყვანისცემას, გამოცხადების 22 თავში, რაც წეგან წავიკითხეთ. საინტერესო პასაჟი მინდა გავიხსენოთ კიდე, ესაია როგორ ელაპარაკება ღმერთს, მაგრამ ამავ დროს საინტერესო მოვლენა ხდება იქ. მოდი ვნახოთ, ეს არის ესაიას მე-7 თავის 9 მუხლიდან მე-11 მუხლის ჩათვლილი და წავიკითხოთ. და გააგრძელა უფალმა ახასთან ლაპარაკი. მოსთხოვე უფალს შენს ღმერთს ნიშანი, ქვესკნელი სიღრმიდან ან მაღლა ციდან. საინტერესოა, რომ კონტექსტში რო წავიკითხოთ მე-3 მუხლიდან, აქ მთლიანად სიუჟეტია მოთხრობილი და უფალი იწყებს ესაიასთან ლაპარაკს მე-3 მუხლიდან. და მე-10 მუხლი ეს არის გამეორება იმისა, რომ გააგრძელა უფალმა ლაპარაკი ესაიასთან და ეუბნება, რომ მოსთხოვე შენს ღმერთსო ნიშანიო. უფალი ეუბნება უთხარი უფალს. ხო? ჩვენ ვხედავთ, რომ უფლის ანგელოზი ელაპარაკება ესაიას. მაგრამ ეს უფლის ანგელოზი არის
თავად უფალი. და აშკარად ჩანს, რომ აქაც საქმე არის სამების მეორე ჰიპოსტასთან, რომ ესაიას ელაპარაკება ის, ვისაც მოგვიანებით ეწოდება საკვირველი, ხსნელი, ძლიერი ღმერთი, ესაიას თანახმად, ისევე ესაიას თანახმად. ამიტომ ესაია იძახის მეცხრე თავში იმ სიტყვებს, რაც წეღან წავიკითხეთ. და ესაიასთან ურთიერთობა აქვს უშუალოდ უფლის ანგელოს, მაგრამ ეს უფლის ანგელოზი თავად უფალია. აბა, რას ვიტყვით ამ ფაქტებზე, რაზეც ძველი აღთქმის წიგნები მოგვითხრობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას. იმიტომ რომ ჩვენ აზროვნებაში წარმოქმნილია სიტყვა ანგელოზზე უკვე გარკვეული პარადიგმა, რომ რადგან ანგელოზია, ესე იგი თავისი არსით ის უკვე ქმნილებაა. რადგან ანგელოზია, ესე იგი ის მომსახურესულია, როგორც პავლე მოციქული ან ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს ავტორი იძახის, რომ ღმერთი მათ, ანუ ანგელოზებს ქმნის მომსახურესულებად. ამიტომ უფლის ანგელოზი აშკარად უფრო დიდი პერსონაა, ვიდრე უბრალოდ მსახურის სული. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და ბიბლიის მკითხველები, რომლებიც თუნდაც ჩემს პრაქტიკაში არიან, რომ ბიბლია პირველად წაიკითხეს და ძველი აღთქმის წიგნებს გადიოდნენ, ეს კითხვები გაუჩნდათ, როგორ შეიძლება უფალი უფალს ელაპარაკება, უფალი იძახის ერთი წავალ და ჩავალ და უკვე იქ ჩასულია ის, ვინც უფლის ანგელოზია, მაგრამ ამავდროს უფალია. აი ეს თითქოს და ერთის მხრივ რაღაც დაბნეულობა სინამდვილეში ძალიან მარტივად იხსნება. იმიტომ რომ ძველი აღთქმის ენა აბსოლუტურად სინონიმად მოიხსენიებს უფლის ანგელოს როგორც თავად უფალს. ეს არის პირველი ნეშთა 21 თავი, მე-16 მუხლიდან მე-18 მუხლის ჩათვლით. სადაც შემდეგს ვკითხულობთ. და გაიხედა და დაინახა დავითმა ცისა და დედამიწის შუა მდგარი უფლის ანგელოზი, ხელში თავის გაშიშვლებული მახვილი ეჭირა, იერუსალიმზე დაღირებული. დავითი და უხუცესნი, სახეშებურვილნი პირქვე დაემხნენ. და უთხრა დავითმა ღმერთს, ხალხის აღრიცვა ხომე ვბრძანე, მე შევცოდე, მე ჩავიდინე ბოროტება, ამ ცხრებმა რაღა დააშავეს. უფალო ღმერთო ჩემო, ჩემზე და მამა ჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდ შენს ერზე ნუ იქნება მის დასაღუპად. და უთხრა უფლის ანგელოზმა დავითისთვის სათქმელი გათს, ადგეს და უფლის სამსხვერპლო ააგოს დავითმა ორნან იებუსელის კალოზე. საინტერესოა, დავითი ხედავს უფლის ანგელოს და მას უწოდებს ღმერთს და მას პირდაპირ ეუბნება, რომ შენ ხარ ღმერთი და მე შენ შეგცოდე. მაგრამ ნეშთას ავტორი წერს და იძახის, რომ უფლის ანგელოზი იყო. მაგრამ დავითის სიტყვებით ხედავთ, რომ ეს თავად უფალი იყო. არ არის რთულად დასანახი ამ ტექსტში, რომ უფლის ანგელოზი კვლავ გავმეორდები, რაც აქამდე უკვე მინდა ეს აზრი გადმოგცეთ, რომ უფლის ანგელოზი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ანგელოზი. და ამას თვითონ პატრიარქი დავითიც იძახის არა ერთხელ. ასე რომ ხედავთ ჩვენ, რომ დავითი უფლის ანგელოს ელაპარაკება და ამავდროს უფალი ელაპარაკება დავითს. ასე რომ ეს ვფიქრობ უკვე საკმაოდ გასაგებია, რაც აქამდე გავიარეთ და შეგვიძლია გადავიდეთ უკვე სხვა ტექსტზე. ეს კი ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნია, მე-13 თავი, რომელიც მოგვითხრობს საინტერესო ისტორიას იესო მღვდელმთავრის შესახებ, რომლის წინაშეც დგას თავად და იესო მღვდელმთავრის წინაშე დგას უფლის ანგელოზი, ხოლო იესოს მარჯვნივ დგას სატანა და სატანა ცდილობს, რომ დააბრკოლოს იესო, ანუ მღვდელმთავარი და სატანას უფალი ელაპარაკება, მაგრამ მის წინაშე
უფლის ანგელოზი დგას. მოდი წავიკითხოთ, ეს არის ზაქარია წინასწარმეტყველის მესამე თავი, პირველი მუხლიდან მეორე მუხლის ჩათვლით ჯერ. დამანახა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი და სატანა მის მარჯვნივ მდგარი მის მოსაყივნებლად. უთხრა უფალმა სატანას, გიკრძალავს უფალი სატანავ, გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი აირჩია, განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მოგუზალი არ არის. საინტერესოა, რომ უფალი ელაპარაკება სატანას პირდაპირ, მაგრამ ამას ახორციელებს უფლის ანგელოზი. და მე მესმის, ეხლა რომ არ გაჩნდეს აზრი, რომ ეს მაინც მესენჯერია და თავად უფალი არ არის ეს, არამედ უბრალოდ ანგელოზია, ვისი პირითაც ლაპარაკობს. კარგად ვიგებთ მესამე მეოთხე მუხლში, თუ ვინ ელაპარაკება მას და ვკითხულობთ ასეთ სიტყვას. იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე. მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ. გახადეთ წვირიანი სამოსელი, უთხრა მას, აჰა წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსლით შეგმოსა. დააკვირდით მეგობრებო, შეუძლია უკეთურება წახოცოს ანგელოზმა ადამიანს, შეუძლია განწმინდოს ადამიანი ანგელოზმა. არა, ვის აქვს ხელმწიფება და ძალაუფლება შემოსოს სუფთა ტანსაცმლით. ასე რომ მეგობრებო, მოდი შევხედოთ ზაქარია წინასწარმეტყველის ამ კონკრეტულ ფრაზას, რაც თეთრ სამოსელს ეხება. და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ალუზიას, ასე თქვა, პარალელიზმს იოანე ღვთისმეტყველი თავის გამოცხადების აპოკალიფსის წიგნში აქედან იღებს. და აქ რაზეა ლაპარაკი საერთოდ? რასაობს, რომ უთხრა იესო, ანუ ის მღვდელმთავარი, ანუ იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვნახოთ აპოკალიფსის მე-7 თავი და ვნახოთ უხუცესები რო დგანან უფლის ტახტის წინაშე. დააკვირდით, უხუცესები დგანან უფლის ტახტის წინაშე. ამბობენ ამინ, კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძალა და სიმაგრე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე ამინ. მომიგო ერთმა უხუცესთაგანმა და მითხრა, ეს თეთრი სამოსელით შემოსილები ვინ არიან, ან საიდან მოვიდნენ? მე ვუთხარი მას, უფალო ჩემო, შენ იცი, და მან მითხრა, ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები. გაირეცხეს თავიანთი სამოსელი და გაათეთრეს ისინი კრავის სისხლით. ამიტომ არიან ღვთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში და ტახტზე მჯდომარე გაშლის თავის კარავს მათზე. დააკვირდით მეგობრებო, რომ აქ ლაპარაკია ზეციურ რეალიებზე. თუ როგორ ხდება ზეცაში, ზეციურ საწმინდაში, როგორ არიან განწმენდილნი და რანაირად განიწმინდა მღვდელმთავარმა იესომ თავისი სამოსელი და ვინ ეუბნება ამას? ამას ეუბნება უფლის ანგელოზი, ვის წინაშეც ის დგას, ხოლო აპოკალიფში, რომელიც სიმბოლური წიგნია და ის სავსეა ძველი აღთქმის პარალელიზმით, ანუ პასაჟებით, რომელზეც ის ბაზირებს და მისამართდება. იყენებს ზუსტად აი ამ მომენტს და იოანე აღწერს, რომ ეს იესოა და იესოს წინაშე დგანან ის მართალი უხუცესები. ხოლო ზაქარია ხედავს, რომ მღვდელმთავარი წვირიანი სამოსელით იდგა და ვინ? უფლის ანგელოზმა გააწმინდა და ეს არავის ძალუც გარდა ღმერთისა და მეთანხმებით. და დასასრულისას ჩემო მეგობრებო, მინდა ასევე ზაქარიათი დავასრულოთ და საინტერესო პარალელიზმი მოვიყვანოთ, თუ ზაქარია როგორ პარალელს ავლებს და პრინციპში მისთვის ეს სინონიმია თავად ღმერთი და სინონიმია უფლის ანგელოზი. და ეს არის ზაქარიას მე-12 თავის მერვე მუხლში, სადაც
ბოლო ჟამზეა, ესქატოლოგიურ პროცესია საუბარი და ის იძახის ასეთ რაღაცას. იმ დღეს დაიფარავს უფალი იერუსალიმის მცხოვრებ და ძაბუნი მათ შორის დავითივით იქნება იმ დღეს. დავითის სახლი კი ღმერთივით იქნება, უფლის ანგელოზივით იქნება მათ წინაშე. შეხედეთ, კვლავ ღმერთივით იქნება და უფლის ანგელოზივით იქნება მათ წინაშე. აშკარაა, ჩემო მეგობრებო, რომ ძველი აღთქმის პატრიარქები უფლის ანგელოზს უყურებენ როგორც ღმერთს. ჩვენ შეგვიძლია გაბედულად ვთქვათ ეს, იმიტომ რომ უფლის ანგელოზი არა ქმნილება, არამედ თავად ღმერთია. და როდესაც საუბარია უფლის ანგელოზზე, იქ უცილობლად თავად ღმერთია საუბარი. ასე რომ ჩემო მეგობარო, თუ კი აქ თქმული რაც იყო, შენთვის ახალი იყო, პირველად გაიგე. ან ქონდა წანაკითხი, მაგრამ არ გიფიქრია ამაზე. დაფიქრდი, თუ რამდენად დიდებულია ჩვენი უფალი და ჩვენი ღმერთი, რომ ძველი აღთქმის პატრიარქებთანაც ის მადლი, რაც იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენ მივიღეთ, მათ ჰქონდათ წვდომა და თავად უფალი, თავად ღმერთი, თავად იესო ქრისტე, როგორ ურთიერთობდა მათთან და როგორ ეხმარებოდა მათ რთულ გასაჭირის დროს. თუ როგორ აკვალიანებდა მათ თავიანთ გზებზე და როგორ იცავდა მათ ბოროტისაგან. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვთვლით, რომ ჩვენ ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია ვართ და აქ მოსმენილი ყველაფერი უნდა ბრმად მიიღოთ. უბრალოდ ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, თავად გადაამოწმეთ ის ყველაფერი, რაც ჩვენ აქ წავიკითხეთ და დავფიქრდეთ. გააზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში, თქვენი მოსაზრება, თუ რას ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ. გვეთანხმებით თუ არ გვეთანხმებით. იმიტომ რომ თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, რათა გავრცელდეს და უფრო მეტ ადამიანმა ნახოს, იმიტომ რომ YouTube-ის ალგორითმი ამგვარად მუშაობს. ამიტომ ეს ერთგვარი დახმარება იქნება თქვენი ჩვენდამი, რომ გავრცელდეს ეს ვიდეო. ასე რომ დაგემშვიდობებით ახლა და უფლის მშვიდობას გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.